სათადაზისათა და სულისაწმინისათა ამინ. ჩვენთან არ ძმებს. ერთად ალოცველი გამყოფოთ, ხარ გაგაძიოთ უფალმა. დღეს წავიკითხეთ სახარება, რომელიც ერთ-ერთი განსაკუთრებული სახარება, საკვირვო სახარებათა შორის 10 კეთროვანი მიუახლოვდება მაცხოვარს შორს დადგებიან, ანუ შორი ახლოს. კეთროვანი გადამდები დაავადება არის, ახლა იკურნება, ეს კალის დაავადება არის, იკურნება ახლა, მაგრამ მაშინ არ იკურნებოდა. და კეთროვნებით ცალკე იყო, ცალკე როგორ ვთქვა, მოსახლეობიდან ცალკე იყავდათ. საჭმელებს უდებდნენ, ცალკას მოშორებით, როგორც ინფექციურ დაავადებას მატარებლებს და მერე საჭმელს იღებდნენ, ესე იყო. და მოშორებითო დადგნენ იესოსთანო, 10 კეთროვანი და თხოვდნენ, უფალო ზეოღვთისაო შევიწყალე ჩვენ. რა თქმა უნდა, შეწყალებას ითხოვდნენ. და ქრისტე მიუახლოვდება მას, ეუბნება, რომ წადითო და დელთანო შესაწირავი გააკეთებთ, ანუ რაც დაწესებული იყო მაშინდელ ძველ ეკლესიაში, შესაწირავი იტანეთო მგელთანო. ეგენი ეგრევე დაემორჩილებიან და წავლენ ტაძრისკენ, სინაგოგისკენ. და გზაში შეამჩნევენ, რომ განიკურნენ. წარმოიდგინეთ, რადონის სიხარული დაეუფლებოდა. და ერთი მიბრუნდება უკან. და დაიწყებს ღმერთის დიდებას და იესოს ფეხებთან დავარდება და მადლობა შეწირავს. და იესო ეკითხება, რომ დანარჩენი 9 სად არიანო? ნუ თუ არ შეიძლებოდაო, არ შეეძლოთო. მოსულიყვნენ და მადლობა შეეწირათ ღმერთისთვისო. და მიუბრუნდება ამ ადამიანს და ეს იყო სამარიტელი. და მხოლოდ უცხო თესლი მხოლოდ. ანუ ებრაელიც არ იყო, სამარიტელი იყო. რომელთანაც მტრობა ჰქონდათ ებრაელებს. და ეუბნება, რომ წარვეთ ხვიდოდე მშვიდობით, ან ცოდვები მიუტევა უკვე. აი რას გვასწავლის ეს სახარება? მე მგონი ყველა ღვთებით. აი სახარება გვასწავლის, არ უნდა ვიყოთ უმადური. აი როდესაც რაღაც მჭირდება, ვითხოვთ. მერე შეგვეწევა და მერე გავიწყდება. აი როგორ გითხრათ, თითქმის ყველას გვემართება ასე, იშვიათი ადამიანს არ ემართებოდეს. უმადურობა ღმერთის წინაშე. ერთი როდესაც რაღაც მჭირდება და ვთხოვთ. მაგრამ თხოვნის გარეშე რო გვაქვს მოცემული უფლისგან. იმას კიდევ უფრო მეტად არ ვაფასებ და იმაზე, რაც თხოვნის გარეშე რო გვაქვს ღვთისგან მოცემული, მადლიერებას პრაქტიკულად არ გამოვხატავთ. თითქოს ეს რაღაცა ჩვენია. ჩვენ მოვიპოვეთ ეს. ნებისმიერი რაც შეიძლება იყოს შემოკარგებო, შემოძვირფასებო. ნებისმიერი. მარტო ქონებაზე არ არის აქ ლაპარაკი. ოჯახი. ჯანმრთელობა. ახლობლები. ასე და ასე შემდგომ. სამსახური თუნდაც. ასე და ასე შემდგომ გონია ჩვენია ეს. ჩვენ რო ცხოვრობდეთ ისე, რომ ყოველთვის მადლობდეთ ღმერთს, ყველაფრისთვის მადლობდეთ ღმერთს და ყველაფერი რაცა გვაქვს, ხვდებოდეთ, რომ ეს ღვთისგან არის და ღვთის გარეშე არ იქნებოდა. რაოდენ ბედნიერი იქნებოდა ადამიანი. რაოდენ გაბედნიერდებოდა. ის კი არა რომ თქვა არიქა ღმერთს მადლობას ვწირავთ და არიქა ღმერთი ითხოვს ჩვენგან. ღმერთი როგორც მამა ითხოვს ჩვენგან ამას, იმიტომ კი არა რომ მას რაღაცაში ჭირდება ეს. იმიტომ რომ ჩვენი ვიყოთ უფრო კარგად. და ადამიანს მადლიერება უფლის წინაშე აბედნიერებს. აი როგორ გითხრათ, რაცა გააქვს, იმას აფასებ მერე, როდესაც კარგავ. თურმე ეს რა კარი ყოფილი. ჯანმრთელად რო დადიხარ, გავიწყდება, რომ როდესაც ავად იყავი. და არ შეგეძლო, მაგას როცა ცივდები ხოლმე, მასიური ვარ, რომ თავისუფლად რო სუნთქავ. მაშინ ხარ სუნთქავ, მე გავიწყდება. რაღაცა ავად გახდი და ვერთო ყველა ჯვარი დავწეროს. ყველა ხვდებით ავად. ვთქვათ, ლოგინში ვიწეხით. მე ვარ თუ ჩემ თავზე ვიდო. როგორც კი ფეხზე წავოდექით, გავიწყდება, რომ სადღაც შეიძლება ერთი წამებით ვიყავით მიახლოებული გადასახლებას. პატარა დეტალი გვაქვს და გადასახლებას. ეს გვავიწყდება მე. მე ვიქნები, თქვენ იქნებით, სხვა იქნება და აი სწორედ
აქ ჩანს უმედურეობა უფლის წინაშე და ჩვენ დილა როცა თენდება მადლობა უნდა შევწიროთ ღმერთს მადლობა უფალო რომ მზის სხივი დავინახე დაღამდა მადლობა ღმერთო რომ ეს დღე მშვიდობიანად გამატარებინეთ საღამოს ვახშამი გაქვს არ წევი მშიერი თორე ესეთი აღარ გვახსოვს და ღმერთმა დაგვაბრუნებიოს ამ მშიერი რო ხარ და ბავშვი მშიერია და ღმერთმა დაგვიფარო სამისგან მაგრამ გვავიწყდება რომ სადღაც ესე იყო და იყო დრო მაგალითად ჩემი მშობლები რომ მოყვებოდნენ თავის ამბებს ისტორიებს და თქვენი მშობლებიც ასევე ერთნაირ ტექსტებს ყვებოდა ყველა აი დამეთანხმებით ყველა ჩემი თაობებს ვიმზადებით ერთ-ეგრე ტექსტებს ყვებოდა ყველა საჭმელი არ იყო არ ქონდათ ფიზიკურად ყველა ამას ყვება ეს მარტო ჩემი მშობლების დროს კი არ იყო თქვენი მშობლების დროსაც იყო ჩემი თაობა ხარ ღმერთმა დაგვიფაროს ისეთ რამისგან მაგრამ ჩვენ ხო ეს პრობლემა არ აქვს მადლობა ღმერთს ამისთვის მადლობა ღმერთს იმისთვის რომ ფეხზე დავდივარ მადლობა ღმერთს იმისთვის რომ ორივე თვალით ვიხედები მადლობა ღმერთს იმისთვის რომ ორივე ხელით შემიძლია ვაკეთო რაღაც საქმე მადლობა ღმერთს იმისთვის რომ ენა მიტრიალოს შემიძლია ლაპარაკი მადლობა ღმერთს იმისთვის რომ ზეს ვხედავ ამ საოცარ სილამაზეს ზის ამოსვლას აის ვხედავ და აის ვხედავ მადლობა ღმერთს იმისთვის რომ როდესაც ნისლი დაადგება და დედამიწას თითქოს რაღაც საბანეს გადააფარავ არ გამიცივდესო ჩემი შექმნილი დედამიწაო სამყარო მის არ გამიცივდესო საბას აფარებს ისეთი შეგდება მახოლმე მადლობა ღმერთს ამისთვის მადლობა ღმერთს იმისთვის რომ წვიმა რომ მოდის როგორ წყავს ყველაფერს ირგვლივ უფალი როგორ აქ აწყობილი წვიმა მოდის რატომ მოდის როგორ ასნიშნავს წვიმის მოსვლა ირწყება ყველაფერი მადლობა ღმერთს ამისთვის მადლობა ღმერთს იმისთვის რომ ოჯახში ცხოვრობთ რომელსაც ჭიშკარი აქვს სახლი გვაქვს მადლობა ღმერთს იმისთვის რომ შეგვიძლია ზამთარი რომ მოდის არ გვეშინია გავთმებით სითბო გვაქვს შეშა იქნება თუ სხვა საშუალება გათმობის მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის მადლობა ღმერთს იმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ მისი მსგავსება და ხატება ვარ რომ შემიძლია მიყვარდეს ცოტა გვეშლება ხოლმე ჩვენ ვითხოვთ რომ უყვარდეთ არ და სწორედ მაშინაა ბედნიერი როცა გიყვარს როცა შეგიძლია სიყვარული როცა ამ სიყვარულს ატარებ ღვთის თაებრივ სიყვარულს ლაპარაკობ მე არა ისე კი არა თანამედროვე რო გაგებით რომ დაგვიმახინჯეს ეს სიტყვა მადლობა ღმერთს ამისთვის მადლობა ღმერთს იმისთვის რომ აი ვიტყვი ასე რომ ქართველად რო დავიბადე მადლობელი ვარ ღმერთის ამისთვის ჩემი უდიდესი სიმდიდრეა ეს რომ ქართველი ვარ და მადლობელი ვარ ღმერთის ამისთვის და ბევრ რამეზე შეიძლება მადლობდეთ ღმერთს და როდესაც ამას ყველაფერს აცნობიერებ მე რამდენი ჩამოთვალი ახლა რომელიცაც ყიდვა არ ჭირდება რა ჩამოთვალე ხარ ყიდვით აი ფულსაც არ ხარჯავთ რაღაცაც შრომატევადის არ არის ერთი შეშის რაც თქვი ახლა გათხოვა და ესა შეშის მომზადება ცოტა შრომატევა დანარჩენები რაც ჩამოთვალეთ რაზე ვხარჯავთ ენერგიას რამდენი რამე გვაქვს სამადლობელი და უცებ რამზე გავაცნობიერებ ბიჭო რამ დიდარი ყოფილვარ და თუ გიგზნობ რომ დიდარი ვარ უკვე ბედნიერებაც იქნება სიხარულიც იქვე გეუბნება ჩემო ზურფასო სიხარულიც იქვე მოდის გიხარია უკვე და ეს სიხარული არის ზუსტად ღვთაებრივი სიხარული და სწორედ ასეთ ადამიანზე არის ის სიტყვები სამარგელს რო უთხრა კეთროვანი ყოფილ კეთრონ განკურნებულ კეთროვანს რომ გვალე ხვიდოდე მშვიდობით აი სწორედ ასეთ ადამიანებზე ითქმება მე ეს სიტყვები უფლისგან დალოცველი გამყოფოთ მაღალმა ღმერთმა ჩვენთან არც ღმერთმა